სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის იდეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ დოგრაშვილი. არამედ არის ევრაზიული კავშირი საქართველოში არ განიხილება ჩვენი სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის დამოკიდებულება ასეთი, რომ მას აფინანსებენ ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა ან გარე ძალები, ვისაც სურს, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში და ქვეყანა არ წავიდეს დემოკრატიული განვითარების გზით. ის რომ რუსეთთან უნდა დავალაგოთ და დავატყოთ ურთიერთობა, ის რომ ის არის ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ქვეყანა, ჩვენი ძალიან დიდი მეზობელი, ეს მე მგონია უდაოა და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველს განსხვავებული აზრი არ აქვს. ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან გქონდეს კარგი მეგობრული ურთიერთობა და რა თქმა უნდა, მათ შორის რუსეთთანაც. მე არ მგონი ეს ზუსტად ის მოხდეს ინციდენტი, კინოსახლში განვითარებული ინციდენტი, ზუსტად დარწმუნებით ვიცი, რომ ეს იყო პროვოცირებული ნაციონალური მოძრაობისა და ჩვენი ქვეყნის მტრების მიერ. იმიტომ რომ ასეთი კავშირი არ არსებობს და ევრაზიული კავშირი სერიოზულად არ განიხილება საქართველოში ჯერჯერობით. ახლა მომავალში რა იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს.